მიხეილ პომაზანსკი, თავად ღმერთის შესახებ, რწმენა ღვთისა. სწავლება ღმერთის შესახებ სარწმუნოების სიმბოლოში იწყება სიტყვებით ბრწამს. ღმერთია ქრისტიანული რწმენისათვის უპირველესი. ჩვენგან ქრისტიანთაგან ღვთის არსებობის აღიარება ეყრდნობა არა მსჯელობებს, არც გონების მიერ თუ გარეგანი შეგრძნებებით მიღებულ მტკიცებულებებს, არამედ შინაგან, ზნეობრიობაზე დაფუძნებულ უმაღლეს რწმენას. ქრისტიანთათვის გწამდეს ღმერთი ნიშნავს აღიარებდე მას არა მარტო გონებით, არამედ გულითაც ილტოდე მისკენ. გწამს ის, რაც გარეგნული გამოცდილებით, მეცნიერული კვლევით, გარეგან გრძნობათა ორგანოებით აღსაქმელად მიუწვდომელია. სლავურ და რუსულ ენებში მცნების მწამს მნიშვნელობა უფრო ღრმაა, ვიდრე რუსული სიტყვის მჯერა, რომელიც ხშირად სხვათა მტკიცებების, გამოცდილებათა უბრალოდ შემოწმების გარეშე მიღებას აღნიშნავს. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბერძნულ ენაშიც განასხვავებს რელიგიურ რწმენას, მრწამს ვინ, რა და უბრალო პირად დაჯერებას მჯერა ვისი, რისი. იგი წერს, ერთსა და იმავეს არ ნიშნავს გწამდეს რა და გჯეროდეს რისი. ჩვენ შეიძლება ყველაფრის გჯეროდეს, მაგრამ გვწამს მხოლოდ ღმერთი. ქრისტიანული რწმენა საიდუმლო მოვლენაა ადამიანის სულის სამყაროში. იგი აზრზე ძლიერია, უფრო ვრცელია და ქმედითი. რთულია და თავის თავში აერთიანებს სიყვარულის, შიშის, მოწიწების, თაყვანისცემისა და თავმდაბლობის გრძნობებს. თუმცა რწმენას ძალუძს მთების შეძრა. მაინც არ შეიძლება იგი ნებელობის გამოვლინებად ჩავთვალოთ. მორწმუნე ქრისტიანი საკუთარ ნებაზე უარს აცხადებს და მთლიანად ღვთის ნებას არის მინდობილი. იყავ ნება შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. რა თქმა უნდა, ქრისტიანობა გონებით ცოდნასაც უკავშირდება. იგი მსოფლმხედველობას ქმნის, მაგრამ მხოლოდ მსოფლმხედველობად რომ დარჩენილიყო, დაიკარგებოდა მისი მამოძრავებელი ძალა. რწმენის გარეშე ქრისტიანობა აღარ იქნებოდა ცოცხალი კავშირი ცასა და დედამიწას შორის. ქრისტიანული რწმენა გაცილებით მეტია, ვიდრე ცხოვრებაში გავრცელებული ის დამაჯერებელი ვარაუდი, რასაც რწმენას ეძახიან. ქრისტეს ეკლესია დაშენებულია რწმენაზე, როგორც ურყევ კლდეზე. რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა, იქმოდეს სიმართლესა, დაუყვნეს პირნი ლომთანი, დაშრიტეს ძალი ცეცხლისაი, განერეს პირსა მახვილისასა, განძლიერდეს უძლურებისაგან. რწმენით ფრთაშესხმული ქრისტიანები სიხარულით იღებდნენ წამებასა და სიკვდილს. რწმენა უწონადი ქვაა, რომელსაც შეხებით ვერ შეიგრძნობ. იგი ზეგიტაცებს და ძირს არ განარცხებს. და რომელს არ რწმენეს ჩემი, ვითარცა თქვა წიგნმან, დინარენი მუცლისა, მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. ბრძანა უფალმან და მისი სიტყვების ჭეშმარიტების ცოცხალი დადასტურება იყო მოციქულთა ქადაგებანი. სიტყვით, სულით, ნიშნებითა და სასწაულებით. უკვე თუ გაგვინდეს სარწმუნოებაი და არა შეუორგულდე, თქვათ თუ მთასა ამას აღიფხვე რამიერ და შთავარდი ზღვასა, იყოს ეგრე. ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა წმინდანთა მიერ ყველა დროში აღსრულებული სასწაულები. მაგრამ სასწაული აღესრულება არა ზოგადი, არამედ ქრისტიანული რწმენით. რწმენა ქმედითია, არა წარმოსახვით ან თვით ჰიპნოზის ძალით, არამედ იმით, რომ გვაკავშირებს ყოველგვარი სიცოცხლისა და ძალის წყაროსთან ღმერთთან. რწმენა ჭურჭელია წყლით ასავსებად, ოღონდ ის წყალში რომ ჩაუშვა, შენც იქვე უნდა იყო.
ეს წყალი ღვთიური მადლია, რწმენა გასაღებია ღვთიური საგანძურისა, წერს მამა იოანე კრონშტანტელი. ამიტომ ძნელია განმარტო თუ რა არის რწმენა, როდესაც მოციქული ამბობს, სარწმუნოება მოსავთა მათ ძალ საქმეთა მამხილებელ არახელულთა. იგი არ ახასიათებს რწმენის ბუნებას, მხოლოდ მიუთითებს, თუ რისკენაა მიპყრობილი მისი მზერა, სასოებასა და უხილავისკენ. სახელდობრ რწმენა არის სულით მომავალის, მოსავთა მათ ძალ, ანუ უხილავის მამხილებელ არახილულთა წვდომა. ეს ყოველივე ქრისტიანული რწმენის საიდუმლო ბუნების დადასტურებაა.